გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სამი მოწმე ინფრასტრუქტურისა და იურიდიული სამსახურების ყოფილი უფროსები და შესყიდვების სამსახურის უფროსი დაიკითხნენ. მოწმეებმა ასპინძის ქუჩის 22-მერვე კორპუსის სახურავის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებულ ტენდერსა და სამშენებლო პროცესთან დაკავშირებულ კითხვებზე უპასუხეს. დაკითხვისას ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილმა უფროსმა განაცხადა, რომ სახურავის გადახურვის სამუშაოები ხარვეზით განხორციელდა. მიუხედავად ამისა, დასრულების დოკუმენტს თენგიზ ზედგინიძემ ხელი მაინც მოაწერა, რადგან მისივე თქმით ეს მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნა იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. სანდროშვილი ერთპიროვნული მართველი იყო, რომლის გარეშეც ჩიტიც კი ვერ გაიფრენდა. განაცხადა ზედგინიძემ სასამართლო პროცესზე. დაიკითხება თუ არა ოლექსანდროშვილი მისი ჩვენების საფუძველზე უცნობია. მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებით კი ქასრაშვილისა და მერაბიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობა არ იკვეთება. შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს გიორგი ქასრაშვილსა და რევაზ მერაბიშვილს ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურეობრივი სიყალბე და დიდი ოდენობით თანხების მითვისება ეტებათ. არც ერთ მოწმეს ფაქტიურად რევაზ მერაბიშვილის და გიორგი ქასრაშვილის რაიმე ფორმით დანაშაულში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. მეტიც ის რაც მოხსენებით ბარათში უნდა დაეწერათ, ერთსაც და მეორეს თურმე ყველასთვის და მთელი გამგეობისთვის და ბატონი ზედგინისთვის და ყველასთვისაც მოუხსენებიათ, რა ვიცი რა გითხრათ და ამასთან მითვისების ფაქტს ყველა გამოურიცხავს, მეტი სამუშაოა თურმე შესრულებული, იქ არავის ფული არ მოუპარია. აი ეს გამოვიდა, რაც მოწმეები იყო, მეტი არა.